აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გმირული ეპიზოდიდან, ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. 1993 წლის 2 ივლისი იმ მძიმე დღეებს გვახსენებს, როდესაც ასობით ქართველმა მებრძოლმა სამშობლოს ერთიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალთან ასევე შეიკრიბნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომელთა თავგანწირვაც საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა უდიდესი თავგანწირვის ხარჯზე შეაკავეს ძალიან დიდი მტრის შემოტევა, დესანტი უკუაგდეს და თავიანთი თავგანწირვის ხარჯზე შეინარჩუნეს პოზიციები, ჩვენი მიწა-წყალი, მართალია ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა რა თქმა უნდა მათი გმირობა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის სამაგალითოდ დარჩება და მათი ხსოვნა რა თქმა უნდა უკდავყოფილია ქართველი ერისთვის. ტამიშის ბრძოლა უმძიმესი მომენტია არა მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან საქართველომ დაკარგა მისი ერთგული შვილები, რომლებსაც თავგარწინ იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის. პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობებმა არ დაივიწყონ მათი გმირობა. 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუდია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. მათი დამსახურებით ჩვენი ქვეყნის საბრძოლო ისტორიაში კიდევ ერთი დიდი დიადი გმირობის და თავდადების ფურცლები ჩაწერა. კიდევ ერთხელ უსამძიმრებთ მთლიანად საქართველოს, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. ბიჭებმა ვაშკაცურად მოიტყვიან, მოიგირია მტერი და მტერი იქნა დამარცხებული, გზა იქნა გახსნილი. დიდი როლი ითამაშა ამაში 24 ბრიგადამ, მხედრიონმა, ბატალიონ ოდიშმა, შინაგანჯარმა, რომელიც გაარღვიეს ეს და დაკეტდა ისახმა, რაც საქართველოს ვიკასაკეთები დილება გმირებს. 33 წლის შემდეგაც ტამიშის ბრძოლა გვახსენებს იმ ადამიანების გმირობას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო. მათი ხსოვნა უკვდავია, ხოლო მათი თავდადება მომავალი თაობისთვის თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის მარადიული მაგალითია.